ჩემთვის არავის უსწავლებია, რომ რესურსები უნდა გადავანაწილო. არავის უსწავლებია, რომ ფული იმაში უნდა დავხარჯო, რაც მეც სარგებელს მომიტანს და რომ არ შეიძლება ერთი თვის ხელფასი 5 დღეში გავფლანგო. არც ის უსწავლებიათ, რომ შემოსავლების დივერსიფიკაცია აუცილებელია, რათა ქვეყანაში არსებული ტურბულენტობის დროს შემოსავლის გარეშე არ დავრჩე. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ფულის შოვნაზე მნიშვნელოვანი მისი ეფექტიანად ხარჯვა. ჩემი ეკონომიკური ცხოვრება ცურის არმცოდნე ადამიანის ფართხალს გავს ზღვაში, რომელიც რაღაცას ახერხებს, არიხჩობა, თუმცა ვერც ლაღად ცურავს. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ პირად ფინანსებზე, ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, რომელიც ასევე რესურსების ეფექტიანი ხარჯვაა და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ხარჯავს ქვეყანა ფულს, ან როგორ უნდა ხარჯავდეს. მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმარია გოგა ხიშტოვანი, ეკონომიკის დოქტორი, ილიაუნის სრული პროფესორი. მადლობა გოგა მობრძანებისთვის. დღეს გოგა გვეტყვის, თუ რა არის ეკონომიკა, რატომ ვერ გძნობთ საკუთარ ჯიბეზე უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, ვინ ადგენს ფასებს, რა არის ინფლაცია, შეუძლია თუ არა ბაზარს თავისთავად თვითონ დაარეგულიროს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ადამიანის ბუნებაზე საუბრით ვიწყებთ ხოლმე ჩვენს პოდკასტს და მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანის ბუნება, როცა რაღაც აქვს, უფრო მეტი კონდეს. ნუ ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მიღწეულით კმაყოფილდება და იმის მეტი აღარ უნდა ხოლმე. ესე ნუ ადამიანის ბუნება შეიძლება ვიღამცამ ცუდ ამბად ჩათვალოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია, რომ ეს გვაქვს ბუნებაში, რომ უფრო მეტი გვინდა. ხო, თუმცა რესურსები ხშირად არ მოგუყვება სურვილებზე და საბანი იქამდე უნდა გადაიფაროს, სადამდეც გაგწუდებაო, ამ ანდაზას ხშირად ჩვენს პირად ცხოვრებაში ვერ ვითვალისწინებთ ხოლმე. და მე ხა ეკონომიკაზე რო ვფიქრობდი, რაღაცნაირად ოჯახის ეკონომიკურ ქცევებს შევადარე, სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევა, იმიტომ რომ რაღაც მიკროდონეზე რო გაანალიზო რაღაც ურთიერთობები, უფრო მარტივია რომ მე მაკროზე გაიგო და რა არის ეკონომიკა? არის თუ არა კავშირი ოჯახის ეკონომიკურ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას შორის? ოკეი, ბატონო. ანუ საინტერესოა, რომ კარგი სწორი და კარგი შესავალია ჩემი აზრით, იმიტომ რომ თვითონ ტერმინიც ეკონომიკა ოჯახით იწყება და სახლით იწყება, ხო? ეს ოიკოსით, ნობილით, სახლს, ოჯახის წესები, ხო? და ნომოსი როგორც წესები და წესრიგი, ხო? და შესაბამისად რაღაცნაირად თვითონ ტერმინი თავდაპირველად მოდის, ესე ვთქვათ, ოჯახის მართვის წესები იგულისხმება, როცა საუბრობთ ტერმინზე ეკონომიკა. შემდეგ უკვე რაღაცნაირად ესეთი ტრანსფორმაცია არა, მაგრამ განვითარება განიცადა, ხო? და როდესაც უკვე ესეთი ტერმინი შემოვიდა პოლიტიკური ეკონომია ან პოლიტიკური ეკონომიკა, აქ უკვე აი ამ ოჯახის მართვის წესებიდან გადავედით უკვე რაღაცა საზოგადოების მართვის წესებზე და შესაბამისად უკვე აი მე მივიღეთ უკვე იმ რაღაცა საბაზროვანო ცენტრალიზებული ეკონომიკის ფორმები, როცა უკვე საუბარი იყო იმაზე, როგორ უნდა იმართებოდეს საზოგადოება ან ქვეყანა და როგორ უნდა იმართებოდეს ამ ქვეყნის ფინანსები, როგორ უნდა იმართებოდეს ამ ქვეყანაში პირობითად, ფულის მასა და ასე შემდეგ. მე ამაზე საუბრობ ჩავშლით ამ თემებს, ხო? რაც შეეხება თვითონ რა არის ეს, ხო? ანუ რაზე არის საუბარი? აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ესეც სწორი შესავალი იყო და მიხარია რომ ეს სწორი მიმართულებით დავიწყეთ. აქ არის ორი საკითხი, ხო? ერთი საკითხი ეს არის რესურსების სიმწირე და მეორე არის აი სურვილები, ხო, რაც გააჩნია ადამიანს და შესაბამისად ყველაფერი დასული ამაზე, ხო? ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს რაღაცა დონეზე შეზღუდული რესურსები და შესაბამისად ამ შეზღუდვამდან გამომდინარე ჩვენ ყველა ჩვენ სურვილს შემდეგ ვერ დავიკმაყოფილებთ და აქედან გამომდინარე აი ყველაფერი დადის იმამდე თუ როგორ მოახერხოთ და მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ შეზღუდული რესურსებით ჩვენი ინდივიდის დონეზე სურვილების დაკმაყოფილება. დიდრების რესურსებით შეზღუდულია?
რა თქმა უნდა ყველას შეზღუდულია, ხო, რაღაც დონეზე, ანუ პირველ რიგში ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, ამიტომ არის მხოლოდ მარტო მაგიტომაც არის შეზღუდული და მეორე მხრივ თავისთავად ეს შეზღუდვა იმას გულისხმობს, რომ რაც არ უნდა მდიდარი იყო, რაღაცა შეიძლება ქონდეს იმაზე მეტი ფასი, ვიდრე შენი სიმდიდრე ამ რაღაცა ნივთი იქნება ეს თუ რაღაცა სხვა მომსახურება იქნება შეძენას მოახერხებ. და კარგი ანალოგია არის ოჯახთან და ოჯახის ბიუჯეტთან იმ კონტექსტშიც, რომ ოჯახიც რაღაცა ამ პრინციპით და ამიტომაც არის ეს ტერმინი შემთხვევით არ მოდის, ხო, რომ ოჯახიც ამ პრინციპით არის, ხო, რაღაცა ოჯახს აქვს რაღაცა შეზღუდული შესაძლებლობა მისი შემოსავლიდან გამომდინარე და მე უკვე ოჯახმა ერთად ან ერთმა ადამიანმა ოჯახში ეს დამოკიდებულია უკვე ოჯახის წესზე უნდა გადაწყვიტოს რაში შეიძლება დაიხარჯოს ფული უფრო ეფექტიანად. პირობითად მარტივად რო ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს უკეთესი ხარისხის საკვები, ეს შეიძლება იყოს განათლება და ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა. ხო? და შესაბამისად, რადგანაც რესურსი შეზღუდული არის, როგორც წესი ოჯახში ერთად ან დემოკრატიულად ან დიქტატურულად იღებს ვიღაცა გადაწყვეტილებას განათლებაში ჩავდოთ შვილების ფული თუ მაგალითად მოგზაურობაში შვილებთან ერთად. ვინ ახome ყველაზე მეტად ეს დიქტატორი თქვენი დაკვირვებით? ოჯახებში? ნუ სასურველი ამ დისკუსიაში არ შემოვალ, მაგრამ სასურველია იყოს ყველაზე მეტად ამას ეძახიან ფინანსურ განათლებას, ყველაზე უკეთესი ფინანსური განათლება ვისაც აქვს, სასურველია მას ჰქონდეს მეტი, ასე ვთქვათ, ბერკეტი გადაწყვეტილის მიღების ნაწილი. ეს დავაზუსტებ თუ შეიძლება აქაც, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის შემდეგი საკითხიც, რომ რაღაცნაირად კი ქვეყანაც ასე არის, ხო? სახელმწიფოც ასე არის, სახელმწიფო ამ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს ბიუჯეტზე და სახელმწიფო ფისკალურ ნაწილზე ვისაუბრებთ, აქაც არის რაღაცა რესურსი, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად აქაც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რაში დაიხარჯოს ფული და შესაბამისად ესაც შეიძლება იყოს ესე ვთქვი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ხო, როდესაც ლაპარაკობენ რომ მაგალითად და შეიძლება ამ თემებსაც შევეხოთ, ხო, რომ აი განათლებაზე მეც ხარჯავთ ან თავდაცვაზე მეც ხარჯავთ. აქაც უნდა კარგად გვესმოდეს, ხო, რომ როგორ ვთქვა, ეს არის, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიცაც გრძელვადიანი შედეგი ექნება. უფრო დაცული გვინდა ვიყოთ, თუ უფრო, ასე ვთქვათ, განათლებულები გვინდა ვიყოთ და რაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ხო, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რომ რესურსია შეზღუდული, ხო? და შესაბამისად ამ შეზღუდულმა რესურსმა უნდა ასე ვთქვათ, ჩვენი მამოძრავებელი ძალა ეს იყოს. და ბოლოს, ამ კითხვის ბოლოს თან ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ, ხო? ხო, ჩვენ პატარა ეკონომიკა ვართ. ხო, უბრალოდ აქ არის რატო აი ძალიან საინტერესო ჩემთვის რაც არის, რომ აი რაღაცა ფაქტორები არის, სადაც ოჯახის ბიუჯეტის მართვა არ უნდა გავაიგივოდ პირობითად სახელმწიფოს ბიუჯეტის მართვასთან რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე. ხო, იმიტომ რომ მაგალითად სახელმწიფოს აქვს იმის ფუფუნება, რომ დააწესოს რაღაც ახალი გადასახადები და უცბად, ესე ვთქვათ, შეძლოს და გაიზარდოს თავისი შემოსავალი. ისი ფუფუნება შეიძლება ოჯახს რა თქმა უნდა შეიძლება თქვა რომ შეიძლება უკეთეს სამსახური ნახო მეტი ხელფასით, მაგრამ ესეთი მარტივი არ არის, ვერ შევადარებდი ერთს მეორესგან და მეორე არის რომ რაღაცნაირად ოჯახში რომ ფულს ზოგავ, ხო, ესე ვთქვათ, ითვლება რომ კარგია, ხო, რაღაც მხრივ და მაგალითად სახელმწიფომ თუ ძალიან ბევრი ფული დაზოგა და ყველა სახელმწიფოში გადაწყვიტა რომ მოდი ახლა ვიჩვენია რომ ფული დავზოგოთ, ამან შეიძლება ესეთი პარადოქსებია ეკონომიკაში, პირიქით უკვე ეფექტი მოიტანოს ყველასთვის. ამიტომაც არ უნდა, ანუ თავიდან იწყება ოჯახში წესრიგით, როგორც ოჯახში მართლობის წესებით, ტერმინი ამას გულისხმობს, შემდეგ უკვე ეს გაფართოვდა და სახელმწიფოს ფინანსების მართვამდე მივიდა, იმიტომ რომ დიდწილად ესეც ცალკე შეიძლება დისკუსიის საგანია, მაგრამ რაღაცა სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბდა მაშინ, როცა
დაიწყო გადასახადების აკრეფა და აწესა გადასახადები და მერე უკვე დიდწილად სახელმწიფოების გაფართოების და როდესაც იმპერიებზე საუბარი და მათ ისე ვთქვათ გაფართოებისა და ექსპანსიაზე აზრი ის იყო რომ რაც უფრო დიდი იქნებოდი მით უფრო მეტი ადამიანისგან აიღებდი აკრებდი გადასახადებს და რაღაცნაირად ამით კიდევ უფრო გამდიდრდებოდი. უნდა ჩაგეკითხოთ. მიდი აუცილებლად. იურისტმა მითხრა ასეთი რამ სამართლის გარეშე ვერ იარსებობს სახელმწიფო გამორიცხულია იმიტომ რომ სამართალმა უნდა თქვას რა არის სახელმწიფო. თუმცა ასევე თქვა რომ ფინანსებიც არის აუცილებელი და ეკონომიკის გარეშე იარსებებს სახელმწიფო? მე ესე ვიტყოდი ეკონომიკა შეიძლება ეს სწორი ტერმინი არის, უფრო ვიტყოდი რომ ესეთი ფინანსური რესურსის გარეშე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია, ხო? იმიტომ რომ არის რაღაცა ტიპის რა არის სახელმწიფო, ხო? სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა ეს არის რაღაცა იგივე ხო მოდი იურიდიულის ნათქვამიდან ხო ანუ არის კანონები, მაგრამ კანონებს სჭირდება აღსრულება. აღსრულება სჭირდება რაღაც ხრი უკვე ფული. და თუ არ იქნება ფული, მე პატივისცემით იურისტების მიმართ დიდით, მაგრამ თუ არ იქნება ფული, რამდენი წიგნიდან კანონი დაწერე, ხო? და შემდეგ უკვე ასევე ეს ეხება წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, ხო, თავდაცვას და ასე შემდეგ, სადაც ხო დადის ყველაფერი სახელმწიფო არის ეს თავდაცვა უსაფრთხოება წესები კანონების აღსრულება და ამის კეთება შეუძლებელია ფულის გარეშე და ამიტომ რაღაცა ტიპის ყველა სახელმწიფოზე საუბრობთ ეს არის რაღაცა შეთანხმება კარგ ვარიანტში მოქალაქეესა და თანამედროვე სახელმწიფოებზე თუ საუბრობთ მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის იმ წესებზე თუ რამდენად არის მზად მოქალაქე თავისი შემოსავლის ნაწილი გაუზიარო სახელმწიფოს რომ სახელმწიფო უზრუნველყოს რაღაცა ტიპის ისეთი სიკეთეების შექმნა რაც ყველას ეხება საბოლოო ჯამში ამაზე დადის ხო ფულის გარეშე არაფერი გამოვა ხო, დიდწილად მე მგონი ხო, ფულის. ანუ რაღაცა ტიპის საზოგადოები, რა თქმა უნდა, ფულის გარეშეც მოქმედებდნენ, ხო? როცა ბარტერული იყო, ხო, მე შენ რესურსებია. ვაშლს მოგაწოდებდი და შენ გამიცვლიდიან ვაშლს ხალში და რაღაცნაირად ასე გაცვლითი ფორმით შევძლებდით რაღაცა ჩვენი ბუნებრივი, ესე ვთქვათ, ძირითადად ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ხო, მაგრამ განვითარება მაჩვენა რომ აი იმისთვის რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს რესურსების გამოყენება, ფული ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში. აი ოჯახზე მინდოდა ეს კითხვა დამესვა, მაგრამ მე უკვე სახელმწიფოზე გადავედით, მაგრამ მაინც გავსვამ ამ კითხვას. ოჯახი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ეკონომიკური კავშირი? ეს რაღაცნაირად თითქოს რაღაცა ეს რომანტიზმს ოჯახისას ანგრევსო, როდესაც ამას ვამბობთ, რომ ოჯახი არის ეკონომიკური კავშირი და თქვენ როგორ უყურებთ, ანუ ეს არის აუცილებელი კომპონენტი ოჯახისთვის, ეს პატარა კითხვა და გადავიდეთ ეს არ არის პატარა კითხვა, ჩემი აზრით. და რაღაცნაირად როგორ უნდა შევხედოთ, იცით, რომ რაღაც მხრივ კი ხო, იმიტომ რომ აი როგორც აი მაგალითად ისეთი რამე ითვლება, ხო, აი ესეთი ტერმინია შეოს მასშტაბის ეკონომიკა. ხო, როცა ვამბობთ, რაც უფრო დიდი ზომის ბიზნეს ერთეული ხარ, შენ შეგიძლია უფრო პირობითად მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, უფრო იაფად აწარმოო რაღაცა პროდუქტი და ამიტომ იზრდება და აქვს სურვილი გაიზარდოს ბიზნეს პატარას გახდეს დიდი, რომ შეძლოს კონკურენტებთან უფრო უკეთესი პოზიციები ეკავოს. გადავხდით ამიდან დაუბრუნდები თქვენ თემას და რაღაც მხრივ აი ოჯახი როგორც ერთეული და განსაკუთრებით დიდი ოჯახი როგორც ერთეული. აქ მხოლოდ მე იჭმაკ არ გულისხმობთ მხოლოდ რაღაცა ცოლ-ქმარს ან წყვილს ან იმას, არამედ დიდ ოჯახს, ხო? ბებია, ბაბუა. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი არის ეს ერთეული რაღაცნაირად სუფთა ეკონომიკურად რესურსების რომელიც არის მწირე, ხო? განკარგვა შესაძლოა
ეფექტიანად უფრო მოხდეს. ოთახში შუქი მაგალითად ყველასთვის ერთნაირად ანათებს, ხო? მაგალითად, ხო? კი, რა თქმა უნდა, ხო? აი ადამიანისთვისაც ისენათებს, როგორც ორისთვის. რაღაცნაირად, ხო, აი ზუსტად, ხო, აი ანალოგია რა, რომ რაღაცაზე შეიძლება დაზოგო თანხა თუ ცხოვრობ დიდ ოჯახში, ხო? საკვებზე პირობითად ან ენერგიაზე და ასე შემდეგ. ხო? და აქ ძალიან თვითონ მარტივი კითხვა, მაგრამ ჩემს საკმაოდ ისეთი მარტივი კითხვა. მაგრამ მეორე მხარე არის უკვე აი რატომ მინდა ამაზე გამომახვილო, ხო, ყურადღება, რომ მეორე მხარეს მოდის უკვე სხვა ტიპის სურვილები, ხო, რომელიც არ არის პირდაპირ კავშირში ეფექტიანობასთან, ხო? მაგალითად, აი ძალიან ბევრ ახალგაზრდას უნდა მარტო ცხოვრება, ხო? მე ესე რაღაც ასაკის მერე აღარ უნდა პირობითად მშობლებთან ცხოვრება, უნდა დამოუკიდებელი ცხოვრება და წყვილებს აღარ უნდათ მშობლებთან ცხოვრება და ურჩევნიათ და მეც მესმის და მგონია რომ სწორი ისე, მაგრამ ამ კუთხით რა არის საინტერესო, ხო, რომ რაღაცა ტიპის სურვილები რომელიც გააჩნიათ ამ ადამიანებს, ხო? არ არის ანუ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ შეიძლება ყველაზე იაფი. ხო. ხო? ყველაზე იაფი გადაწყვეტა. ანუ რაღაც მხრივ რატომ აი ესე რომ შევხედოთ რა ძალიან საინტერესო თემა შემდგომ საათი მარტო ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ რაღაც მხრივ თვითონ ოჯახის ფენომენის გაჩენა თავისთავად, ხო? არის ჩემი აზრით ეკონომიკურ აზროვნებასთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული, ეკონომიკასთანაც დაკავშირებული ქცევა. ხო, იმიტომ რომ დიდი ოჯახი უფრო მარტივად თავის დროზე, როგორც ჩანს, ახერხებდა შეზღუდული რესურსების განაწილებას და გამოყენებას, ვიდრე პატარა ოჯახი. და ძალიან მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანოთ ეს ძველი დროიდან, ხო, იყვნენ მონადირეები ოჯახში, რომელიც უზრუნველყოფდნენ პირობითად რაღაცა ნადირობას და ნადირობაზე შედეგად რაღაცა საკვების უზრუნველყოფას, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლში იყვნენ და სხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდნენ, ან ბავშვებს დიდდნენ და რაღაცნაირად დიდი ოჯახი იძლევა მეტ შესაძლებლობა და როდესაც ხარ მარტო, რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობები იზღუდება და შესაბამისად აი ამ ეფექტიანობას შეიძლება გულისხმობთ რესურსების განკარგვის, კარგავ, მაგრამ რაღაცა სხვა სურვილები ანაცვლებს და ესეც საინტერესოა, რომ ეს ადამიანის განვითარების ფაზებმა მოგვიტანა ის, რომ ერთი მხრივ უფრო და უფრო კარგად გვესმის როგორი ვიყოთ ეფექტიანები, მაგრამ შეიძლება ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ არის ავტომატურად ყველაზე ეფექტიანი. კი ბატონო. აი მე მაგალითად ამ მაგალითს მოვიყვანდი, ერთი შვილის შენახვა თითქმის იგივე მიჯდება, რაც ორივე შვილის შენახვა, დემოგრაფიაში შეუწყოთ ხელი. ანუ ეგეც ეკონომიკური ფენომენი არის. კი, იმიტომ რომ აი არ მგონია დიდი სხვაობა იყოს 2 და 3 შენახვა შორის. ნუ აქ არ ვსაუბრობ ისეთ მომსახურებაზე, როგორც არის განათლების უფლება, როდესაც კერძო სკოლაში მიყავთ, ძალიან ისდება გეთანხმებით და არ არის ისეთი მარტივი, მაგრამ აი ცხოვრებისეული ხარჯი, რაც არის თითქმის დიდად არ განსხვავდება რა. ერთი ბავშვი უკვე იმდენად ზვირი ჯდება, რომ შესაბამისად იქ ორი უკვე დიდ განსხვავებას აღარ გაძლევს. ესეც ეკონომიკური ფენომენის ნაწილია, ხო? და შესაბამისად რა თქმა უნდა ესე არის. ხო, რომ და ნუ პლუს ერთი ფაქტორიც უნდა დავამატოთ, ხო, მაგალითად თუ სახელმწიფოს უნდა რომ ასე ვთქვათ მოსახლეობა გაიზარდოს, ხო? რასაკეთებს, ხო, როგორც წესი ხდება წახალისება ოჯახის შექმნის და მერე წახალისება შვილების სკოლის და ასევე საგადასახადო ფორმით წახალისება ხდება, ხო, როდესაც პირობითად სხვადასხვა ჩვენთან სამწუხაროდ საბედნიეროდ ეს არ არის, შეიძლება სამწუხაროდ, მაგრამ არის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ახალისებს ოჯახების. თქვენ მოგწონთ ეგეთი რეგულაციები? როგორი? ოჯახებს რო ახალისებს. როგორ რაში ახალისებს გაჩნია რასაც ანუ სახელმწიფო ფულს ხარჯავს იმაში რომ ოჯახები შეიქმნას და რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაჩნდეს ანუ მემარჯვენე კაცისგან გამიკვირდა რომ ასეთი პროგრამები მოგწონთ არ ვიცი ეს მემარჯვენეზე ცალკე ვისაუბროთ მაგრამ იცით რა არის მე მგონია გულწრფელად ვფიქრობ რომ საქართველოში გვაქვს რეალურად დემოგრაფიული კრიზისი
რეალურად დემოგრაფიული კრიზისი და შესაბამისად ამ შემთხვევაში და პლუს ამას, ხო? აქ საუბარი იმაზე არ არის, ხო? ანუ რეალურად ჩემი აზრით და ისევ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, სახელმწიფო ძალიან ბევრი ისეთ რაღაცაში ხარჯავს ფულს. აი ეს არ უნდა ხარჯავდეს ან არაეფექტიანად ხარჯავს და აქ მაგალითად რო არსებობდეს რაღაცა ტიპის საგადასახადო შეღავათები, რომ ოჯახებს ყავდეთ მეტი შვილი, მე ვიქნებოდი თანახმა და მომხრე ვიქნებოდი, იმიტომ რომ არ ვიცი განსაკუთრ, ანუ რას ვხედავთ, ხო ჩვენ აი რა ვიცი ახალგაზრდები ვართ თქვენც, მეც, ჩემიაც და ისე თქვენ უფრო არა, ყველა ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი ახალგაზრდა. ჩვენ გარშემო რო ხედავთ რა და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რა არის თითიც მაგდა რომ აი ამ მენტალურ ბუღალტერიას ეძახიან ესეთ რამეს. ყველა არ არის აუცილებელი იყო ბუღალტერი, რომ მენტალური ბუღალტერია აწარმოა. და რა არის ეს მენტალური ბუღალტერია? ეს მენტალური ბუღალტერია არის, როდესაც დაახლოებით შენ პირობითად როგორც მშობელს, ან მომავალ მშობელს გინდა რაღაცნაირად უკეთესი ცხოვრების ხარისხი შეუქმნა შენ შვილს. თან 90-იანები რო გამოვლილი უფრო გინდა. ხო, მაგრამ ამ დროს ასეთ დროს, როდესაც ეს ძალიან ძნელია, როდესაც მაგალითად ზოგადი განათლების სისტემა საქართველოში სახელმწიფო დონეზე ჩემიაც ჩამოშლილია საერთოდ, ხო? და ზოგადი განათლების ხარისხიანი მიღება შეუძლებელია სახელმწიფო საჯარო სკოლაში. 90%-ი ასეთ სკოლებში. სრულიად გეთახმებით. და ასეთ დროს, როდესაც ერთადერთი შანსი რომ შვილმა ნორმალური, არა განსაკუთრებული ზოგადი განათლება მიიღოს, არა კერძო სკოლა, სადაც ფასები არის ძალიან მაღალი. და შენ და არანაირ შეღავას, ან ისეთ შეღავას უწესებ მშობელს, რაღაცა 2-3 შვილის სკოლის შემთხვევაში, რომელიც არაფერში არ წერია, ჩემი აზრით. და ფიქრობ ამას, რომ პასუხისგებლიანი მშობელი ფიქრობს, რომ მე იმდენი შვილი მეყოლება, მე ესე მგონია, რამდენსაც შემიძლია მივცე კარგი განათლება, ბავშვობა, უზრუნველყოფილი იყოს და თუ ჩვენ ვაღიარებთ დემოგრაფიულ პრობლემას და არ ვაღიარებთ, ვაღიარებთ დემოგრაფიულ პრობლემას, მაგრამ უყურებთ, რომ არაფერი ამის გადასაჭრელად არ კეთდება, იგივე საგადასახადო შეღავათები ჩემი აზრიანია. ჩვენ მოქალაქეები ვყიდულობთ პროდუქტს, მუშაობთ, ვქმნით დოვლათს და გამოდის რომ ეკონომიკის შემოქმედი ჩვენ ვართ და როცა ვსაუბრობთ მთლიან შიდა პროდუქტზე, რაღაცნაირად ეს ტერმინი მშპ გვაბნევს ხოლმე არა ეკონომისტებს მშპ რა არის მთლიან შიდა პროდუქტი, ხშირად არის კითხვის საგანი. ჩვენი რეალურად ჩვენი შრომის და ხარჯვის საზომია ეს მშპ. ჩვენ რამე შუაში ვართ, ამ ნაწილში ჩვენი პროდუქტიულობა იზომება. მარტივად რომ ახსნათ, მოკლედ რა არის მშპ და რა როლი გვაქვს მის შექმნაში. კი ბატონო. მარტივად რო ახსნათ, როდესაც ლაპარაკია მშპ-ზე, საუბარი არის რაღაცა კონკრეტულ დროის შვალეთში შექმნილი პროდუქტს, ამას ეძახიან საბოლოოს, ხო? საბოლოო, მე გავხსნი რატო, შექმნილი სერვისები, მომსახურების და პროდუქტების ერთობლიობა. ხო? წლის განმავლობაში რა რაოდენობით საბოლოო რატომ? იმიტომ რომ შვალედური მოხმარება მაგალითად პლუს 8 ხო გჭირდება ფქვილი და შესაბამისად ფქვილის შექმნა ამ შემთხვევაში არ ითვლება, რადგანაც ის ფქვილი მერე გამოიყენება პურის გამოცხობაში, ხო? პირობითად რომ ვთქვა. და ასევე იგივე ეხება სერვისებს, ხო? ნებისმიერ სერვის მაგალითად რაღაცა ჩვენ აქ რომ ვზივართ, ვიღებთ სერვის დენის მიღების სახით, დავარქვათ მაინც სერვისი, სერვისი დავარქვათ თუ გინდათ და შესაბამისად აქაც რაღაცნაირად ამ პროცესის მონაწილეები ვართ, ხო? მაგალითად რა ვიცი, მე რომ მოვედი ამ სტუდიაში, ან თქვენ რომ მოხვედით ამ სტუდიაში, ან მოვედით მეტროთი, ან მოვედით ტაქსით, ან მოვედით ავტობუსით და შესაბამისად რაღაცა სერვისი მივიღე და აი ამ სერვისის მიღების ნაწილი, სერვისის შექმნა არის მშპ-ს ნაწილი. ხო და ყველანფერი რაც ამ წლის განმავლობაში პროდუქტის ან სერვისის სახით შეიქმნა. ეხლა მე არის როგორ იზომება ეს ყველაფერი და ეხლა ეს პროდუქტი და სერვისი რაც შევქმნით, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი? აი ეს პროდუქტი პრინციპში საბაზრო ფასებში რო ავიღოთ, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი. მარტივად რო ახსნათ. დიდი გვაქვს მშპ თუ პატარა? ეს ესეთი კითხვა რა ვის ვედრებით?
ერთულ მოსახლეზე პატარა გვაქვს უფრო, ვიდრე დიდი გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ჩამოურჩებით ძალიან მდიდარ ქვეყნებს, ხო? ანუ სადაც შუაში ვართ მსოფლიოში, ხო? ჩვენი მშპ-ი. ანუ არც ძალიან დიდრები ვართ, არ ძალიან ღარიბები. მაგრამ საინტერესო ხლა რა არის, რა რომ როგორ ითვლი ამ ყველაფერს, რა და ეს დათვლა არის ცოტა რთული საკითხი. იმიტომ რომ დათვლა არის ან შემოსავლების ხრივ, ან ხარჯების ხრივ, ხო? უფრო მიღებული არის ხარჯებისვლით დათვლა. ანუ ის კი არა რომ მაგალითისთვის რომ სერვისი შექმნა პირობითად მეტრომ, ჩემი გადმოყვანით ან ტაქსიმ, არამედ მე რამდენი დავხარჯე, ასე ვითვლით მშპ-ს. ანუ მე რა დავხარჯე, მე რამდენი ჩავდა ინვესტიცია, მე რა მოქალაქემ, ან ბიზნესმა, ხო? მე რამდენი ჩავდა ინვესტიცია, სახელმწიფო რამდენი დახარჯა, მე იმპორტი და ექსპორტ შორის რაღაცა სალდო და ეს ყველაფერი ერთად, ანუ ყველამ რამდენიც დახარჯა, ის არის მშპ. ამიტომ შენი მონაწილეობა ამაში არის და ხარჯვებს თუ შევხედავთ, ხო? არის მოქალაქის შენი. არის იმის პროგრამით, რომ შენ მიღებ მონაწილეობას მშპ-ში, იმის მიხედვით რამდენს ხარჯავ, ან რამდენი ინვესტიციას წლის განმავლობაში ახორციელებ. ხო, მაგალითისთვის, ხო, დავხარჯე წლის განმავლობაში 15,000 ლარი, 5,000 ლარი დავდე ანაბარზე და გამოხორციელე ინვესტიცია და ის არის შენი მონაწილეობა მშპ-ში 20,000. ხო? მეორე შეიძლება იყოს შემოსავლების ნაწილში, ხო? მაგალითად რაღაცა შემოსავლებს რამდენს ვიღებთ, ხო? და აქ უკვე მაგალითად უკვე აქტუალური ხდება შემოსავლის ნაწილში უკვე ის ხელფასი, რაც მიიღე წლის განმავლობაში. რეალურად მოქალაქეს უნდა აინტერესებდეს, ჩემი აზრით, აუცილებლად. რადგანაც დაახლოებით შეიძლება წარმოდგენა შეექმნას ის სახელმწიფო რომელშიც ცხოვრობს, იგივე აი მშპ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ფაქტები, ერთსულ მოსახლეზე რამდენია, ხო? მაგალითად ერთსულ მოსახლეზე საქართველოში არის დაახლოებით $10,000, ხო და 25-26,000 ლარი, ხო და ეს რაღაცა წარმოდგენას უქმნის, რომ ერთი მოქალაქე რა ღირებულების მოდი ასე ვთქვათ, თანხას ხარჯავს, ან დებს ინვესტიციას, ან სხვანაირად შევხედოთ რა ღირებულების შემოსავალი იღებს. და დაახლოებით შემდეგ ეს უფრო მას დაეხმარება მიხვდეს, თვითონ სად არის აი ამ პროცესში. ანუ თუ მაგალითისთვის ვიტყვით, ხო, რომ მე წლის განმავლობაში მაქვს დახარჯული სულ 10,000 ლარი და არცნაირი ინვესტიცია არ განმიხორციელებია, მაგრამ ერთსულ მოსახლეზე მშპ არის 50,000 ლარი, ესე იგი იმ ქვეყანაში მე საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე უფრო დაბალ შემოსავლიანი ან დაბალ მხარჯველუნარიანი უნდა ვიყო. და მე უკვე შემოდის აი სხვადასხვა ინდიკატორები, სადაც მე უთანასწორობას ზომავ, ხო, როცა ის ჯინის ნობილი ჯინის კოეფიციენტი, ხო, მაგალითად ამბობ, რომ რამდენად ეს არის, რა ქვია, თანასწორია საზოგადოება და თანასწორი არის უფრო თუ უფრო მეტი ადამიანისთვის ასე ვთქვათ, საშუალო შემოსავლიანობა არის მის შემოსავლიანობასთან ახლოს, ხო, და თუ არ არის მასე, რა თქმა უნდა, მე ითვლება, რომ სახელმწიფო უფრო უთანასწოროა. მე რომ მკითხოთ, აი ჩემასაც მაბატიეთ, ხო? მე რომ მკითხოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და უფრო დინამიკაში მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენი ნიუანსი არსებობს. ხო, მაგალითად, მე მშპ-ს ნაწილში ეს ეხება სხვადასხვა სექტორი სხვადასხვა ტემპით იზრდება, პირობითად, სხვადასხვა სექტორს სხვადასხვა ზომა აქვს. ამიტომაც უფრო რელევანტური თუ მოქალაქეს უნდა მიხვდეს რამდენად დიდრდება ან ღარიბდება თვითონ შევხედავდი რეალურ ხელფასებს და რეალური ხელფასების დას, ანუ ინფლაციის გათვალისწინების გარეშე. ანუ აი ეს არის კრიტიკული მაჩვენებელი, ხო, რომ მე ცოტა ეგოისტურად, ხო, მე დიდრდები თუ ჩემი ხელფასები იზრდება და თან ჩემი რეალური ხელფასი იზრდება, ანუ ინფლაცია არ ჭყალებში ჭამს ჩემი ხელფასის ნამაც, ხო? და ვიდრე მხოლოდ შევხედო მშპ-ს, სხვათაშორის ძალიან საინტერესოა ქართული რეალობა, განსაკუთრებით დღევანდელი დღე, როცა ძალიან ბევრი ინდიკატორი გვეჩვენებს, რომ სიტუაცია უარესდება ქვეყანაში, მაგრამ მშპ იზრდება და ის მართველი პარტია ქართული ოცნება საქართველოში
ამბობს რომ აი ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი არის კარგად და შემდეგ უკვე რაც უფრო დეტალებში ჩაიხედავ ხო მაშინ კი სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ ესეთი კითხვა გამიჩნდა დაახლოებით რა ასაკის ხალხი ქმნის ყველაზე მეტ დოვლათს რა ასაკის კატეგორია რომელი 10 წლედი ესე რომ ვთქვათ ხომ არ გახსოვთ ახლა ვიფიქრობ არის თუ გვაქვს თუ არა საერთოდ ასეთი სტატისტიკა შეიძლება არც გქონდეს ხო საქსტატი ცირ არის მან მაგის ნახვა შეიძლება მაგრამ საჯაროდ არ არის ანუ მან რა გვაინტერესებს როგორ შეიძლება ნახვა იცი რომ შეხედო ხელფასები რა ასაკშია ყველაზე მაღალი ეჭვი მაქვს ჩემი ვარაუდი ნუ წესით რაც უფრო მეტია მით ანუ ასაკი რაც უფრო მეტია მით უფრო მეტი უნდა იყოს ხელფასი ნუ ლოგიკა ამას კარნახავს ხო რაღაცა საზოგადოებები არის იაპონიაში ესეთი სისტემაც კი არის ხო რომ მნიშვნელობა იმას კი არა რა პოზიციაზე მუშაობ ხო არამედ რამდენი წელი მუშაობ ხო ეს სტაჟის და დამსახურების მიხედვით რო გსმენია ხო ეს რაც და იქ რა თქმა უნდა მარტივად იტყვი რომ რაც უფრო ასაკოვანია ხალხი მით უფრო მეტია საქართველოში მე მაინც მგონია რომ ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ ქვეყანამ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ცალკე თემაა დიდი პოდკასტის, ხო, როცა დღეს სამწუხაროდ ის ადამიანები თუ საბედნიეროდ, მაგრამ უფრო სამწუხაროდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პირობითად არიან 60 წლის, რომ დაიწყეს მუშაობა, ფაქტობრივად სხვა სახელმწიფო იყო ეს, არ იყო ეს საქართველო, ეს იყო საბჭოთა კავშირი და შესაბამისად მე გაიარეს ეს турბულენცია და აქედან გამომდინარე ამ турბულენციაში აი ეს დინამიკა რომ შენ რაც უფრო დიდხანს მუშაობ, შენი ცოდნები იზრდება, შენი კვალიფიკაცია იზრდება, შენი შემოსავალი იზრდება, ეს არ ახალავს საქართველოს. ამიტომ მე ესე ვიტყოდი რომ ვარაუდობ, რომ ეს იქნება უფრო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის სადღაც 55-დან 45 წლამდე. 45 წლამდე და შესაბამისად ეს არის. მაგრამ ნუ დღევანდელ დღეზე კონტექსტში არ მინდა ამ დისკუსიაში შევიდეს, მაგრამ საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა ამ კოლ ცენტრების აგენტებზე და მე მგონი ამან თავდაყენა არა მხოლოდ ჩვენ ასეთ მშპლს არ გულს. ხო, მაგრამ მაგით თუ უნდა გამდიდრდეს ქვეყანა, ეგეთი გამდიდრებული ქვეყანა არ ხო, სამწუხაროდ საქართველოს რეალობა ის არის, რომ უბედურება რეალობასთან ერთად არის ის, რომ როგორც ჩანს, აი ამ ფორმებმა შემოსავლის მიღების ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვეყანაში, ამიტომ რო დაუბრუნდეთ კითხვას, არ გამოურიცხავ დღეს 20-22 წლის 21 წლის გოგოები გვასწავლიან, რომ იყიდეს სახლი, არიან წარმატებულები და მე თუ შევძელი, შენს გამოგივა, მადლობა, არ მინდა მასე არაფერი. მაგრამ ნუ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან რა და როდესაც თაღლითებზე ვსაუბრობთ, ეს უკვე სხვა ტიპის ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, არაფორმალურ ეკონომიკაზე და არაფორმალურ ნაწილზე. კარგით, შემდეგი კითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას ეს და ეკონომისტისგან რომ მოვისმენთ პასუხს ეს არის ძალიან კარგი. ჩვენი ქვეყანა იზრდება, ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ჩვენი ქვეყანაც იზრდებაო, გეუბნებიან რაც უცნაურია, ძალიან სხვათა შორის ხო ამაზე თუ არა, ხო, ნუ არ შეგიშლია, არ არის შეცდომა, იმიტომ რომ ბოლო აღწერის მერე მგონი 200.000-ით გაიზარდა. საქართველოს როგორ გაიზარდა ეს ცალკე შობადობა მცირდება და რანაირად ვიზრდებით გაუგებარია. ემიგრაციაც იზრდება, უფრო მეტი გადის. ვიდრე შემოდის და რანაირად გავიზრდებით. შემოსვლით არავინ არ შემოდის, როგორც გვეუბნებიან, მაგრამ მოსახლეობა მაინც იზრდება. ნუ ქართველების ხარჯზე არ გავზრდილი ვართ და სხვა ეროვნება არ ვიცი. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ გვეუბნებიან რომ უპრეცედენტოდ იზრდება ქვეყნის ეკონომიკაო და მე ამას ჩემს ჯიბეზე ვერ ვგზნობ. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ გზნობს და რა არის ამის მიზეზი? ციფრებში თუ მართლა გვაქვს მაჩვენებლები რომ გაიზარდა ეკონომიკა, მე რატომ ვერ ვგზნობ ამას და რა ვაჭამო მე შვილებს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ეკონომიკური ზრდა, ანუ ბავშვებს რა ვაჭამო და ანუ რაში მჭირდება ეს ეკონომიკური ზრდა თუ პირადად არ ვიგრძენი? აი ეს არის ჩემი კითხვა. ანუ აი ზუსტად მაგაზე მოკლედ შევეხედა, ეხლა შემიძლია ამ კითხოს გავშალო ეს თემა, რომ საბოლოო ჯამში კრიტიკულად მნიშვნელოვანი საოჯახო ეკონომიკისთვის არის მისი შემოსავალი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ უდიდესი ნაწილი ამ ქვეყანაში შემოსავალს იღებს ხელფასით. შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებული, დაახლოებით მილიონი ადამიანი ესეთი. მათთვის თავარი დაკვირვება უნდა იყოს, როგორ იზრდება მათი ხელფასი.
თუ იზრდება საერთოდ და რამდენად ჭამს არ ჭამს ნამზარდ ხელფას ფასების ზრდა, ხო? ინფლაციას რასაც ვეძახით, ხო? ფასების ზრდა. და შესაბამისად, აი ეს არის კრიტიკული ცვლადი. ეხლა რაც შეეხება თქვენ მაგდა კითხვას, ხო? მე ესეთ რამეს ვიტყვი, რა რომ ფაზებად რო ავიღოთ რა და ეს არ უნდა აღინიშნოს რა რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე მუშაობთ აგრეგირებული მონაცემები და ძალიან ძნელია ხო აი ძალიან რთულია რომ აი ჩემი ხელფასი არ იზრდება და მაშინ ესე იგი არაფერი არ იცვლება ხო ამიტომაც უნდა მუშაობთ უნდა ნახოთ ყველას ერთად რა სურათი აქვს იმიტომ რომ ვიღაცის გაიზრდება ვიღაცის შემცირდება და როგორია ამ აგრეგირებული გაერთიანებული მონაცემების სურათი ეხლა საქართველოში ერთი რაც უნდა ითქვას ხო რომ 20 ბოლო 5 წელი რო ავიღოთ ხო აი კოვიდის ცხელი ფაზის მერე განსაკუთრებით 22-23 წლები თუ შევხედავთ ხელფასებს და მის ზრდას და მის რეალურს როცა ვახსენებ გულისხმობ რომ ინფლაცია უკვე გათვალისწინებული ანუ ინფლაციის ფაქტორი გამოირიცხა ხო იყოს ხელფასების და იყო მართლა მაღალი შეიძლება ეს არ შეეხო ყველას აქაც უნდა ერთი რამეც ვთქვა ხო მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ მოსახლეობაზე ისიც უნდა ჩავშალოთ ჯგუფებად ხო ჯგუფები არის რომ მაგალითად ვისაც არ აქვს სამსახური იმას ხელფასების დაზე რო ელაპარაკები და ეუნები რომ იცი რა ხელფასები ხო იზრდება ჯამშიდან რა ხო ნუ წუწუნებ არა რელევანტურია ვინც არის მაგალითად უმუშევრებიც კი სხვადასხვა ტიპის უმუშევრები არსებობს არის უმუშევარი ვინც ეძებს სამსახურს და არის უმუშევარი ვინც არ ეძებს სამსახურს და ეძახიან ეს ტერმინია სამუშაო ძალის გარეთ არის მაგრამ ეხლა რა ვთქვათ რომ მაგალითისთვის იმ დასაქმე ხელფასით ვინც მუშაობდა მათი ხელფასი 22 წელს 23 წელს 24 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში. ნამდვილად. დაახლოებით 23-ში თუ არ ვცდები 18%-იც კი იყოს და რაც მნიშვნელოვანი წინა წელთან შედარებით რეალური მეხუთედით რო გეზდება ხელფასი კაია. კარგია. პრობლემა რა არის? ორი. პირველი ეს სწრაფი ზრდის ფაზა დასრულდა სადღაც 25 წელს და წელს გვაქვს პირველი ესე ვთქვათ ეგ რამ გამოიწვია ეგეც რომ ვთქვათ ანუ იცი რა იყო რატომ მოდი პირველი დავიწყებ რატომ დაიწყო ხელფასების ზრდა იმიტომ რომ საქართველო არის უნდა ვაღიაროთ ესეც პარადოქსია ხო რომ არის უკრაინა რუსეთის ომის ბენეფიციარი ჩვენ ვართ რეალური ეკონომიკური ბენეფიციარები და ეს შეეხო ძალიან ბევრ სექტორს და რადგანაც ამ ყველა ბევრ სექტორში მუშაობს ბევრი ადამიანი ეს შეეხო მათსაც პირობითად როდესაც აი ყოფით დონეზე ხო აი ხედავთ ყველგან მშენებარე სახლებს. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? აი კითხვა დავსვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ამის მთავარი სტიმული, რაც მიცა სამშენებლო სექტორს, რომ მშენებლობის ბიზნესის, ასე ვთქვათ, ძალიან დაჩქარებულიყო, არ მინდა რომ ძალიან დეტალებში შევიდო, იყო ომიდან გამომდინარე, აქ დაახლოებით 100,000 რუსეთის და ბელორუსის მოქალაქის შემოსვლა ამ ქვეყანაში, რამაც ბაზარი დააჩქარა მოთხოვნა გაზარდა ფასები გაზარდა და ფასები რო გაიზარდა მიწოდებაც ანუ როდესაც მშენებელი აშენებს რას ნიშნავს ეს ცდილობს რომ ახალის უძრავი ქონება მიაწოდოს მიწოდოს რა შესთავაზოს მომხმარებელს ხო და შესაბამისად აი ამ ბუმა მაგრამ ამას რა მოყვა რომ როდესაც ამ დროს მშენებლებს რო უნდათ მეტი ააშენონ იმიტომ რომ ჯერათ რომ უფრო ძვირად გაყიდიან და ნახავენ მეტ მოგებას მოთხოვნა და ისევ აი საბაზრო ეკონომიკა, ბაზრის პრინციპი, ფასი, ხო? ფასი შრომის ამ შემთხვევაში მშენებელის ამ შემთხვევაში რომელიც მუშაობს მშენებლობაზე გაიზარდა. შესაბამისად, რადგანაც ყველას რო პირობითად რო ვთქვათ 10 კომპანიამ რო გადაწყვიტა 100 კორპუსის აშენება თბილისში და შეზღუდული იყო მშენებლების რაოდენობა, ავტომატურად მშენებლებიც გახდნენ ამ პროცესის ბენეფიციარები და მათაც გაეზარდათ ხელფასები. ავიღოთ სხვა აი ავიღოთ რაღაცა ავტობიზნესი, ავიღოთ ტურიზმი, ავიღოთ ლოგისტიკა და დასაწყობების ბიზნესი. ხო, მაგრამ ამ ომმა რა გამოიწვია, ხო? გამოიწვია დიდი კაპიტალის შემოდინება
დიდი კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში. ადამიანები წარმოიდგინეთ, ხო, მარტო რუსეთის მოქალაქეებს დაახლოებით 5 მილიარდი ლარი აქვთ ანგარიშზე საქართველოში ბანკებში. ხო? და რატომ კიდე რამდენი აქვთ კრიპტოვალუტაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდე არ ვიცით. რატომ ამბობ ამას, ხო, მაგდა რომ დიდი ფული შემოვიდა ამან დააჩქარა ეკონომიკური აქტიურობა. ჩვენ გავხდით რაღაცა ასე ვთქვათ შემოვლითი გზა ასევე რუსეთთან ვაჭრობის, აქ ჩამოდის ავტომანქანა და მე გადის შედის რუსეთში და ასე შემდეგ. და ამან გამოიწვია ხელფასების მატებაც. ოღონდ პრობლემა რა იყო რაც თქვი, ხო რომ ეს მორჩა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაჯერდა ეს ბაზარი და პირიქით რაღაცა უკუსლაც არის კონკრეტულ ბაზრებზე და მაგრამ მშენებლობაზე აღარ არის მიწოდება ისეთი მაღალი, ხო? დაწყებულ მშენებლობებს კი ვხედავთ, მაგრამ ის რომ არ მთავრდება ბევრი მშენებლობა ისე სწრაფად, ამასაც ვხედავთ, ხო? და პარალელურად როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, იმედი მაქვს, მალე ჩვენ აი ამ ნაბახუსებს ვიგრძნობთ აი ამ კარგი დროისას და ამან შეიძლება სერიოზულად დაარტყას. კაი, მაშინ ახლა რატო შემცირდა ხელფასების ზრდის ტენდენცია? 24-მდე თუ იზრდებოდა, 24-დან 26-მდე რა მოხდა, ხო არ დასრულებულა ეს ომი? კი, იცით რა არის, ეს ძალიან კაი კითხვაა, ხო? ძალიან კაი კითხვები გაქვთ ცოტა შორის. შეგვიძლია მეორე სერიაც გავა. არ არის პრობლემა, მოგვიწევს. როგორც ვატყობ. იცით რის თქმა მინდა, რომ როდესაც აი მაგალითებით ვილაპარაკებ, ხო, როდესაც მშენებლობა, ხო, როდესაც ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, აი უცბად მოინდომა 10-მა დეველოპერულმა კომპანიამ 100 კორპუსის აშენება თბილისში. მოთხოვნის ზრდა და ეს არის აი ზუსტად ეს არის მასაბაზრო ეკონომიკა. გაზარდა მოთხოვნა მუშახელზე და მუშახელს გაუჩნდა ქართულად არ ვიცი, ინგლისურად არის ესეთი bargaining power, ქართულად არის სავაჭრო ძალაუფლება. ვაჭრობისას. ანუ შენ თუ გინდა რომ მე შენ მშენებლობაზე ვიმუშაო, შენ უნდა დღეში გადამიხადო არა 50 ლარი, არამედ 100 ლარი. იმიტომ რომ შენ თუ არ გადამიხდი 100, გადამიხდი სხვა დეველოპერი. ხო? და როდესაც ეს წამოვიდა, ავტომატურად დღიური გადასახადი გახდა 50-დან 100. და შესაბამისად რაღაც დონეზე ყველა ვინც ამ სექტორში იყო დასაქმებული, ცოტათი უფრო გამდიდრდა. ეხლა, როდესაც ეს დინამიკა აღარ გრძელდება, არ გაზრდილა ესე რა ვთქვა. ხო, ანუ მე ამას ეს როგორ ჯერდება, ესე ძალიან საინტერესო ფენომენია. ხო, როდესაც მე ვიყავი პირობითად ტაქსის მძღოლი, ვიყავი, რა ვიცი, სხვა პროფესიაში ვიყავი, ვაჭრობდი ბაზრობაზე. ან ვიყავი რაღაცა ოფისში თანამშრომელი, ხო? და დავინახე რომ სამშენებლო სფეროში არის ხელფასების მატება ძალიან მაღალი, ავტომატურად რატო არის ბაზარი, ესეთი საუკეთესო შეიძლება მექანიზმი, რომ ძალიან ბევრი ადამიანმა თქვა, რომ გადავალ სხვა პროფესიაში. ხო? გადავალ სხვა პროფესიაში და როცა გადავალ სხვა პროფესიაში, ავტომატურად ის ბაზარი გაჯერდება და მხოლოდ ამ ფაქტორიდან გამომდინარე ხელფასები აღარ იზრდება. ანუ უკვე მიწოდებაც იზრდება ავტომატურად, ხო? ანუ მეც უნდა მუშახელი იყოს მშენებლობებზე. და ერთი ეს ფაქტორია და მეორეა რომ თუ გინდა რომ ხელფასები ისე ვიზრდებოდეს, მაშინ ანუ აქტიურობა უკვე 100 კორპუსი რომ დამთავრდება 200 ახალი უნდა დაიწყოს, რომ კიდე უფრო მეტი გაიზარდოს მოთხოვნა. და ეს არ ხდება. აი ამ მაგალითზე. გაჩერდა, სადღაც გაჩერდა ესე რომ ვთქვათ, 20-24-ში გაჩერდა, ეგ ჩემი 20-24-ის ბოლოს გაჩერდა. და მე შესაბამისად ზრდა აღარ არის სადღაც მიაღწია. მოდი ვთქვათ, ეს ის სფეროა, ცოტა როგორ ვთქვა, არ მომწონს, მე ხა ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ დაახლოებით ხვდები, რომ დეველოპერული ბიზნესზე ჩამოკიდება არ შეიძლება, იმიტომ რომ რაღაცა ბინას იყიდის და იქ მორჩა ეკონომიკური აქტივობა და მაგის ხარჯზე არ გაზრდილა, ანუ ჩვენი ეკონომიკა აქტიური მოქმედებების და აქტიური როგორ თქვა პროდუქტის შექმნის ხარჯზე არ გაზრდილა ესე ერთჯერადი, ესე რომ ვთქვათ, საგნის ეგ სწორად ხსნი, ანუ სიტყვებით რა არ ვიცი რამდენ სწორად ვამბობ. ხო, ახლა რა ხდება, ხო? ანუ პირველ რიგში როგორ ცდილობს დეველოპერული ბიზნესი ამ რასაც შენ სწორად ხსნი, ჩვენ ცოტა ასე ვთქვათ, არ ვიტყოდი შეცდომა შეგვიყვანოს, მაგრამ ფოკუსი გადაგვატანინოს. როდესაც შენ უძრავ ქონებას ყიდულობ, გეუბნებიან რომ შენ შეიძლება შენ ეს კი არ არის რაღაც აქტივი ქონება.
და ამიტომაც რაღაცნაირად ვიყიდე და გაჩერდა. არა, გეუბნება რომ ეს არის საინვესტიციო ქონება. ხო, ეს რეკლამები თუ ესე არის. ხო, აი საინვესტიციო აქტივი შეიძინე და მე გეუბნება რომ შეგიძლია გააქირავო, ფასები გაიზრდება და შეგიძლია ნებისმიერ დროს გაყიდო და შესაბამისად პრაქტიკაში მოხდა კიდევაც. რას მომვიცი რომ აი ეს რაღაცნაირად რაღაც დონეზე გაყინული არა, მაგრამ ესეთი მძიმე კაპიტალის აქტივის ესე ვთქვათ გამოცოცხლების კამპანია მიდის, როცა შენ როდესაც უძრავი ქონების საყიდლად შეიძლება მიდიხარ კომპანიაში, პირველი გეკითხება, იმას კი არ გეკითხება, რამდენი შვილი გყავს ან როგორ დაალაგებდი ოთახებს და არა. ეს შენ საინვესტიციოდ გჭირდება, რატო? იმიტომ რომ გაგვიჯდეს ის აზრი, რომ ჩვენ უძრავ ქონებას ვყიდულობთ როგორც არა მოხმარებისთვის, არამედ შევიდეთ და ვიცხოვროთ და კომფორტი გქონდეს, არამედ დანაზოგად მოხდა ქცევა უძრავი ქონების. და შესაბამისად ეს არის საფრთხების მატარებელი. რატო არის ძალიან ეს ცოტა რთული თემა, მაგრამ საფრთხის მატარებელი იმიტომ არის რომ თუ ყველამ გადაწყვიტა დაზოგოს ფული ამაში, მაგრამ არავინ არ გადაწყვიტა იცხოვროს. ჩვენ შეიძლება მივიღოთ საპნის ბუშტი. კი. და ეს არის რისკი. და როდესაც მაგალითად ლაპარაკობენ და შეიძლება მაგდა თქვენს გაიული ახალ აშენებულ დასრულებულ კორპუსთან საღამოს და ყველა შუქი ჩამქრალია. და ფიქრობ კაცო და მე გეუბნებია რომ ყველა ბინა ამ კორპუსში გაყიდულია, უკვე არსებობს გვაქვს იმის თქმის უფლება რომ რაღაცაშია საქმე. თუ ყველა ვფიქრობთ რომ დავზოგოთ ფული უძრავ ქონებაში, მაგრამ არავინ ფიქრობთ რომ ვიცხოვროთ ამ აშენებულ უძრავ ქონებაში, ესე იგი რაღაცა პრობლემაა. კი ბატონო, მოკლედ ფულზე ლაპარაკი ძალიან საინტერესოა. იქ სადაც ფულია, დრო არ ყოფნის შესაბამისად. უფრო საინტერესოა, მაგრამ კი ბატონო, მოდი უფულობაზე ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში. ფასებს ვინ ადგენს რეალურად? ბევრს გონია რომ ფასების ზრდა ბიზნესის სიხარბის ბრალია, ეგ ორი კაპიტალისტები ბიზნესზე ხშირად გუსმენია. თან მემარცხენეებს განსაკუთრებით გვიყვარს ხოლმე ესეთი შეფასებები და მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა როლი აქვს ფასების დადგენისას სახელმწიფოს, მაგალითად პროდუქტების ფასები ავიღოთ მაგალითად, ბიზნესის ბრალია რომ ფასები ასეთია თუ სახელმწიფოს როლიც არის ამ ნაწილში, სახელმწიფოს ბრალიც ასე რომ თქვათ და ასევე ხალხს რაც აინტერესებს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ ეს ბანკები იმხელა საპროცენტო განაკვეთია, არა და მე ვიცი რომ საპროცენტო განაკვეთს ადგენს ეროვნული ბანკი და შესაბამისად სახელმწიფოს ხო რაღაც ერთ მაჩვენებელს ადგენს რომელიც შეიძლება სასტარტო მომენტი არის მონეტარული ხო, აი მოკლედ ეს რო აგვიხსნათ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც არ გვაქვს ეკონომიკური განათლება. ხო, ესე იგი პირველი. იდეაში უნდა ვილაპარაკოთ ორ ფენომენზე რა. პირველი ეს არის რომ გვაქვს რაცა მართლაც ჯანსაღი, სამართლიანი, საბაზრო ურთიერთობები. იდეალური სცენარი არის ეს, ხო, როდესაც ყავს ბევრი მომხმარებელი, ბევრი მიმწოდებელი შორის არ ყავს არც ერთი, რომელსაც გააჩნია რაღაცა საბაზრო ძალაუფლება და არის ფასის დამდგენი და ასეთ დროს როგორც წესი ამ იდეალურ სამყაროში ჩვენ გვაქვს სამართლიანი ფასი. ო, სადაც აი ცნობილი გრაფიკი, სადაც ესეთი კვეთა არის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და აი წერტილი არის ის ფასი, რა ფასზეც თანახმარი მიმწოდებელიც და მოთხოვნილების მქონეც, რომ ესე ვთქვათ, გარიგება დადო. ეს არის სამართლიანი ფასი. ეხლა საქართველოს და ზოგადად რეალობაში თუ ვამბობთ, რომ გვაქვს ასეთი ტიპის კონკურენცია ბაზარზე და თუ ვამბობთ რომ ანუ ბევრი მიმწოდებელია კონკურენციაში, ამას ვამბობთ და ბევრი მომხმარებელი. ასეთ დროს ფასს ადგენს მართლა ბაზარი. და შესაბამისად ასეთ დროს, როდესაც ვლაპარაკობთ სიხარბეზე, ბიზნესის ეს სიხარბე შეიძლება სხვა ტერმინით ვიხმაროთ, ეს არის სისულელეც. როდესაც თუ შენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ სამი მიმწოდებელი და ასე ვთქვათ, მე ვარ ყველაზე ხარბი და ვამბობ რომ არა, მე არ გავყიდი ჩემ ჭიქას 100 ლარზე იაფად. და დანარჩენი ორი მიმწოდებელი ამბობს რომ მე მიღირს გავყიდო 20 ლარად. და შესაბამისად ამ ჩემს სიხარბემ
ამ გადმოსახედიდან შეიძლება მიიყვანოს ჩემი ბიზნესი დასასრულისკენ, ანუ გაკოტრებამდე, იმიტომ რომ უბრალოდ აღარავინ აღარ იყიდის ასლარად ამ ჭიქას. იმიტომ რომ იყიდის 20-ად. ამიტომაც საბაზრო გამართულ კონკურენტულ გარემოში სიხარბე არის შეცდომა. იმიტომ რომ სიხარბემ გამოიწვევს პირველ რიგში გაყიდვების შემცირებას, გაყიდვების შემცირება გამოიწვევს თვითღირებულების დას პროდუქტის და საბოლოო ჯამში გამოიწვევს მოგების შემცირებას და წამგებიანად ქცევას კომპანიას. ამიტომ კონკურენტულ გარემოზე სიხარბეს ისულელებ. ეხლა ხო, პროდუქტების ფასები მაინტერესებს. ანუ გამოდის რომ ბაზარმა დაარეგულირა ესეთი კატასტროფული ფასები? ხო, ეხლა გადავიდეთ მეორე რეალობაში. მეორე რეალობა სანამ ბაზარზე და პროდუქტებზე ვისაუბრებთ, ურთულეს თემაა სხვათა შორის. კომისია ვერ გაიგო 3 თვე თუ რამდენი თვე იმუშავა. ყველაფერი ეხლა ძვანძნელია ეს ერთი. მაგრამ კაი, ჯერ დავიწყოთ. მეორე რეალობა არის, როდესაც არის რაღაცა ტიპის მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, ბაზრის ჩავარდნა არის, ხო, რაღაცა ჩავარდნებია ბაზარზე და ერთ-ერთი ასე ჩავარდნა შეიძლება ვაღიაროთ ესეთი არ არის იდეალური მაგალითი ამ შემთხვევაში, მაგრამ არის ამის მაგალითი, მაგალითად რაღაცა მონოპოლი არსებობს. მხოლოდ ერთი მომწოდებელი არის, ხო? მაგალითად პირობითად ავიღოთ საქართველოს რკინიგზა და ბათუმი თბილისის ასე ვთქვათ მატარებელი. რომელსაც მხოლოდ ის არის. აი აქ უკვე ლეგიტიმურია რაღაც დონეზე ვისაუბროთ სიხარბეზე თუ გადაწყვიტავს საქართველოს რკინიგზა რომ ბათუმი თბილისის მატარებლის ღირებულება დაადოს 5000 ლარი. რა თქმა უნდა. მაგრამ აქაც რაღაც დონეზე სისულელესთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ არავინ აღარ წავა, ხო? აღარ გამოიყენებს, მაგრამ რაღაცა მხრივ იქ სადაც ალტერნატივები არ არსებობს. მაგალითად დენი ზე ვისაუბრეთ დღეს უკვე, ხო? რომ თბილისში ჩვენ იძულებული ვართ თელასის/თელმიკოსგან ვიყიდოთ ეს დენი. აქ არის მონოპოლია ბუნებრივი და ამ ბუნებრივი მონოპოლიიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება არ იყოს მონოპოლია და არც ბუნებრივი არ იყოს, შესაძლებელია თანამედროვე სამყაროში ეს. სახელმწიფო ერევა, რომელიც ამბობს, რომ თუ ხარ მონოპოლისტი, ან ოლიგოპოლია, ან მხოლოდ რამოდენიმე მომწოდებელი არის, მე რაღაცა წესებს თამაშისას განსაზღვრა, მათ შორის ფასაც დავარეგულირებ. ხო, მაგალითად აი დენის ტარიფზე როცა საუბარი არის, იქ სახელმწიფო არის ჩართული პირდაპირ ფასდადებაში და ამბობს, რომ დენი ვერ ეღირება ამაზე ძვირი. რატო? იმიტომ რომ შენ გაქვს მონოპოლისტური პოზიცია და შენ საბამისად შენ თუ მივეცი შესაძლებლობა შენ სიხარბეს რომ რაც უნდა ის გააკეთოს, მომხმარებელი ამ შემთხვევაში დაიჩაგრება. ამიტომაც ეს ორი სამყარო უნდა გავარჩიოთ, ხო? ეხლა შემდეგი საკითხი არის, ხო? რომ რას გულისხმობს სიხარბე, ხო? სიხარბე და რატომ არის ძვირი? ვამბობთ, რომ ძვირია პროდუქცია, ხო? კი, ნამდვილად ძვირია. ხო, ეხლა აქ არის რამოდენიმე საკითხი. პირველი, რატომ შეიძლება იყოს ძვირი? პირველი შეიძლება ვთქვათ, რომ ძვირი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე შემოსავალი არ მაქვს საკმარისი. ხო? ანუ მე რომ მქონდეს სამჯერ მეტი შემოსავალი, ეს ხო თანაფარდობაა, ხო? შენ გაქვს რაღაცა. ანუ იგივე სუთავიდან ითაც დავიწყეთ, ხო? რომ ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ ძვირია. ანუ პრობლემა ის არის, რომ ხო, მაგრამ აქ კონტრარგუმენტად იმას გეტყვით, რომ ჩემზე ბევრად შემოსავლიან საზოგადოებებში, მაგალითად ევროკავშირში პროდუქტები არ არის ასეთი ძვირი, კი არა, ბევრად ნაკლებია. ეხლა მეორე საკითხი. ხო. ერთი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ თქვა, რომ შენთან ანუ მოდი ესე ვთქვათ რა, მაგდა ესეთი ის არის, რომ სად არის პრობლემა? სად არის? ხო და ერთი პრობლემა შეიძლება იყოს, რომ აი მარტივად ავიღოთ, ხო, რომ რა ვიცი, რაღაც ნივთი ავიღოთ, აი რაღაც პროდუქტი მითხარით, რაღაც ფასით რო ზუსტად იცით. კვერცხი, ხო? ანუ კვერცხი რა ღირს კვერცხი? 40 თეთრი არ ვიცი. 40 თეთრი ღირს კვერცხი, ხო? ანუ საკითხი ესე უნდა დავაყენოთ რა, რომ პრობლემა ხომ აი ისევ მშიპუზე და ისევ ეკონომიკაზე მინდა ის უთავიდან წრეზე ვიაროთ რა, რომ პრობლემა შესაძლოა არის ის, რომ ის ვინც ყიდულობს ამ კვერცხს რა, მისი ხელფასი და გამომდინარე მისთვის კვერცხის ფასი არის ძვირი. და ანუ აქ უკვე ანუ პრობლემური ის კი არ არის, რომ ის ფასრო უყურებს ვერ იხდის.
ანუ იმიტომ პრობლემა და 40 ეძვირება, ანუ ვიზუალურად შენ რას ხედავ პრობლემას? პრობლემას ხედავ ის რომ 40 თეთრი ღირს და ძვირია. და პრობლემა აღქმის დონეზე მენტალური ბუღალტერი არის რომ ჩემი შემოსავლიდან გამომდინარე 40 თეთრი ძვირია. კი, არის. და აქედან გამომდინარე პრობლემა ის კი არ არის რომ მე შესაძლოა და მაგრამ რა არის პრობლემა? იცი რომ ამას მე ვხედავ ამ 40 თეთრიანს და მეძვირება და ფიქრიც და არსი პრობლემის ის არის რომ მე 1000 ლარს მიხდიან პირობითად ხელფასს იმ კომპანიაში რომელსაც აქვს რაღაცა ძალიან მაღალი მომგებიანობის კოეფიციენტი შესაძლოა იქ არის პრობლემა რომ ჩემი ხელფასია დაბალი ეგ გავარკვიე თუ გოგა მაგრამ მაინც არ მომწონს ვიცი არა გადავალ სხვა იმას ანუ შემოსავლიანი ხალხიც წუწუნებს რომ ბევრია პროდუქტების კი ბატონო ეხა გადავიდეთ შემდეგ ეს ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს უბრალოდ რა არის იცით რომ აი არასწორი მგონია ამ დისკუსიაში შესვლა აი თვითონ აი როგორ აი ღარიბებზე და მდიდარზეც არის რა დისკუსია და შეგვიძლია ამაზეც მე ვისაუბროთ მესამე სერიაში ჩვენი პოდკასტის. უკვე დავგეგმეთ მთელი. მაგრამ არასწორი არის შეფარდების გარეშე რა. ანუ ძვირს როცა ამბობ კი ბატონო. აი თუ არ რასაფარდებ აი ვიღაცა რა ევროკავშირის ფასებთან ვაფარდებ. არა ხო არა მაგრამ იმ მომენტში შენ აფარდებ შენ ბიუჯეტს ამას ვამბობ რა მე ანუ იმ მომენტში შენ აფარდებ შენ არ იცი რა ღირს პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში მარკეტში კვერცხი ეგ არ იცი გავიგება ხო არა მე იმას ყო არც ფიქრობ მაგაზე უბრალოდ შენ უყურებ რომ მე ანგარიშზე მიდებს 280 ლარი და ეხლა თუ დავხარჯე 200 ლარი ამ კვირაში პროდუქტზე მომავალ კვირაში ფული აღარ მექნება ხო ამას უფიქრობს ადამიანი კაი მაშინ სახელმწიფოს ხო შეუძლია ელემენტარული პურიდან დღეგ მაინც მოხსნას კაი ეხლა გადავიდეთ არა მეორე საკითხია ეხლა მეორე საკითხი. თვითონ ეს ბიზნესების საქმიანობის და ამაზე იყო სხვათა შორის კომისია რო იყო, ერთ-ერთი ამაზე საუბრობდა რომ ეს კომპანიები რამდენად ეფექტიანები არიან საერთოდ, ხო? ანუ ეს კომპანიები ხომ არა მუშაობენ ისე არაეფექტიანად, რომ თან ოღონდ ბევრი რომელიც იმდენი ხარჯი აქვს რომ აი ამ მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე ფასებსაც ძალიან ზრდიან. ერთ-ერთი ვერსია არის, ხო? მაგრამ წესით, როდესაც 10 მიმწოდებელი ყავს, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება იყოს არაეფექტიანი, მაგრამ ყველა რო არაეფექტიანია, ეს ცოტა უცნაურია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მაგრამ არც ეს ფაქტორი არ უნდა გამოვრიცხოთ. მესამე ფაქტორი შეიძლება ახსენო რომ არის მაღალი გადასახადები. მაგრამ შენ რაც ახსენე თქვა რომ თუ გადასახადი არის მაღალი ეს გადასახადი ჩვენ რომ ვიცოდეთ რა რომ უყიდულობთ ლარად რაღაცა ნივთს იმ ლარიდან მინიმუმ 18 თეთრი ხო დღეს 18%-ია ხო მგონი 18 თეთრი ანუ სხვანაირად ითვლება სხვათა შორის 15 მე იქიდან 15 გამოდის ხო მაგრამ ნუ მოკლედ ავიღოთ რომ მეხუთედი მიექვს სახელმწიფოს და სახელმწიფო თუ იტყვის მაგალითად როგორც ევროკავშირში გერმანიაში ამბობს 7%-ს პურზე 7% იქნება DGG, მაშინ ავტომატურად მაშინ ეს არის ფაქტორი. და ესეც არის რაღაც ხრი ფაქტორი. ხო ისე თუ ვადარებთ, აი რომ შენ რო თქვი რომ რძე არის IAP უფრო ევროპაში ვიდრე საქართველოში. ხო, იმიტომ რომ გადასახადი რძეზე სახელმწიფოს მიერ აკრეფილი წარმოებლისგან და საბოლოო ჯამში მომხმარებლისგან არის უფრო ნაკლები. მესმოთხე ფაქტორი. ეს არის სუბსიდირება. ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ რძე პროდუქტზე, ხორცს პროდუქტზე ევროკავშირი ასუბსიდირებს ამ პროდუქციას და შესაბამისად ფასში ანუ ფასის რაღაც ნაწილი იმიტომ არ არის ჩადებული ფასში ანუ ვაცოთ ხარჯების რაღაც ნაწილი ის ნაწილი არ დასუბსიდირებული ჩვენ მოხმარების პროდუქტებს ესე რა ვთქვათ არ ვასუბსიდირებთ მაგალითად პურზეც ჩვეულებრივად ვიხდით DGG-ს მე ვნახე ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაში პური გათავისუფლებულია DGG-სგან ეხა პურის გარეშე ვერ იარსებებს ადამიანი არსებობს კიდე სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები როგორც არის რძე, კვერცხი, ხორციც ანუ აუცილებელი არსებობისთვის და ღირსეული არსებობისთვის მარტო არსებობა ხო არ არის ნორმალურად უნდა იკვებებოდეს ადამიანი ხო? ანუ ორი რამე უნდა გვესმოდეს მაშინ მარტივად რა. რომ პრობლემა არის ძალიან კომპლექსური. ბევრი მიზეზი აქვს. და ყველა არის დაკავებული იმით რომ ხელი გაიშუროს სხვისკენ.
მაგალითად ამ შემთხვევაში ქართული ოცნება რატომ გადაწყვიტა რომ ხელი გაეშვირა ბიზნესისკენ რომ თქვენ ხართ ხარბები იმიტომ რომ თვითონ არ იყო მზად პირობითად DGG მოეკლო და ამ გზით ფასები შემცირებია თუ გახსოვთ ვინც აკვირდებოდა ამ დისკუსიას ვინც კი წარმოებელი ახსენებდა ან საცალო ვაჭრობის ობიექტს წერდა იქნებოდა კაი ჩვენო დავაკლებთო მაგრამ იქნება ერთად ვიმუშაოთო და თქვენцо იქნებოდა DGG პირობითად 18-დანო ჩამოწიოთო 7%-მდეო და უცბად ისტერიკა რო ვარდებოდა რატო ხდებოდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ესე ვთქვათ პრობლემები. სამოძრაო არეალის ესე რომ ვთქვა. უნდა რომ თვითონ არაფერი არ შეცვალოს, მაგრამ რაღაცნაირად ეს არის, რა ქვია. ამის ცვლილება სჭირდება სისტემური ცვლილება. აი, თავდაყირა უნდა დააყენო. ანუ თქვენ რო კომისია შეგექმნათ, გამოიკვლევდით, შედეგზე გახვიდოდით? მე თუ მექნებოდა პირობითად მზაობა, მთლიანი სისტემა თავდაყირა დამეყენებინა. შედეგზე გასვლა შესაძლებელია. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია აქ რა ვთქვა, იცი, ახლა ძალიან თემატური მასში შევედით, მაგრამ თავარი რა არის, რომ რატომ დამუხრუჭდა ქართული ოცნება და ერთი საიტი გააკეთა და იმ საიტზე რაღაცა იმ ფასების განხილვა. ღარიბების დახლი მოიფიქრა კიდე. რაღაცა კიდე რაღაც საინტერესო გადაწყვეტები ხონდა, რომ სინამდვილეში იმდენად კომპლექსური პრობლემაა, რომ მარტივი გადაწყვეტებით ვერ გადაჭრი. და კიდე ერთი რა არის ყველაზე პრობლემური და ეს უნდა ესმოდეს საქართველოში ასაკში ვინც არის იმას ემახსოვრება კიდევაც სარიელი დახლები და ვინც ახალგაზრდა შეიძლება წაკითხულია ამის რამ დაღუპა საბჭოთა კავშირი ძალიან კაია რომ დაიღუპა საბჭოთა კავშირი უპირველეს ყოვლისა დაღუპა ფასების კონტროლმა გამოიწვია ანუ როდესაც სახელმწიფო ამბობს რომ მე ვიტყვი რა უნდა ღირდეს კვერცხი გარანტია რა შემილია მივცე ყველას რომ კვერცხს ვეღარ იყიდის ან იყიდის შავ ბაზარზე რომ და თეთრ ბაზარზე ფასი იქნება 40 თეთრი კი არ იქნება 10 თეთრი ოღონდ ვერასოდეს ვერ იყიდი და შავ ბაზარზე 40 კი არ იქნება 80 თეთრი არა მაგაში სრულად გეთანხმები და სრულად მოყვებით აი ორი მნიშვნელოვანი კითხვა დამრჩა და იქნება მოკლედ გავცეთ ამასაც პასუხი იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იცოდეს მოქალაქეებმა რა არის ინფლაცია აი ხა საოცრებას გთხოვთ ინფლაცია რომ მარტივად ახსნათ მაგრამ იქნება ამასაც შევეხოთ ეს არის ფასების დონის ზრდა ოღონდ აქ ერთი როგორც ყველაფერში რაზეც დღეს ერთ საათია საუბრობთ ნიუანსი არის ხო ნიუანსი არის შემდეგი რომ ეს ფასების დონის ზრდა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა არის ასე ვთქვათ მოდი ვიტყოდოთ საშუალო სტატისტიკური ქართველის სამომხმარებლო კალათა მოდი ახლა ანუ ესე ვთქვათ საშუალო ცუდი გაგებით არა ხო აი საშუალოდ ქართველი რას ყიდულობს თავისი შემოსავლით ანუ რაზე ხარჯავს ფულს ანუ შესაბამისად როდესაც ვლაპარაკობთ ინფლაციაზე უმრავლესობა ჩვენთაგანის ინფლაცია და ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს შესაბამისობაში ანუ მე თუ ჩემი ფულის უდიდეს ნაწილს ხარჯავ მხოლოდ პურზე 95%-ს. ჩემთვის ინფლაციის განსაზღვრელი არის პურის ფასის ცვლილება. მაგრამ ინფლაციის კალათაში შეიძლება პურზე მიდის საშუალოდ ჩემი ხარჯების 5% მარტო. და შესაბამისად ეს უნდა პირველი რაც გვესმოდეს არის რომ როდესაც გვეუბნებიან რომ ინფლაცია არის 5% და შენ უკვე ამბობ რომ ჩემი ფასები იზრდება 20%-ით ბოლოს რომ ერთი შეხედვით რომ შევხედო, ხო? უნდა გვესმოდეს რომ შენც მართალი ხარ, იმიტომ შენთვის ინფლაცია არის 20. ბევრად მტკივნეული. მაგრამ ის მაჩვენებელი თუ სწორად არის ეს კალათა შედგენილი, რა, იმიტომ რომ სხვადასხვა, ანუ თქვენ და მე სხვადასხვა რამე, ანუ ერთ თანხასაც კი სხვადასხვა რამეში ვხარჯავთ. კი ბატონო. და შესაბამისად ეს ფასები რომ სხვადასხვანაირად იცვლება თქვენთვის და ჩემთვის ინფლაცია განსხვავდება, მაგრამ საბოლოო ჯამში არის რაღაცა კალათა, ერთი კალათა. ამ კალათაში შედის რაღაცა რაოდენობით პროდუქტი და სერვისი. სერვისი შედის, იმიტომ რომ ტრანსპორტში ვხარჯავთ ჩვენ ფულს, ინტერნეტში ვხარჯავთ ფულს და ასე შემდეგ. და მე აი ამ კალათაში თავისი წონებით ფასები იცვლება, ინტერნეტზე გაიზარდა, ტრანსპორტზე შემცირდა, ბენზინზე გაიზარდა, მაცივარზე მცირდება ბოლო 3 წელია ფასები, ძალიან საინტერესოა ეს ხო. ყველა მიყიდა და აღარ სჭირდებათ. არა, ხო, ანუ ხო, შეიძლება.
და აი ამ წონიდან და ცვლილებიდან გამომდინარე დაანგარიშება ხდება ფასების დიზაინი. აქაც კიდე ბევრი ნიუანსია და აი რატომ არის იცით მნიშვნელოვანი რომ უფიქსდები ახლა ხო რომ აი მაგალითად ვიღაცა გეტყვის რომ არის წინა თვესთან ეხლა რა არის განსაკუთრებით საინტერესო. მაგრამ პროდუქტების ფასებზე უფრო მეტია ხოლმე ინფლაცია და უფრო იმ ადამიანებს მეტად აწვევათ, ვინც ძირითადად საჭმელს ყიდულობენ და თქვათ ვერ მოგზაურობენ, ტანსაცმელს ვერ ყიდულობენ და მსხვილ ტექნიკას ვერ ყიდულობენ, თორემ იმაზე შეიძლება ნაკლებად იზრდებოდეს თანხა და ამიტომ რაც მეტად გაჭირვებული ადამიანი, მით უფრო მეტად სკივა ინფლაცია ასე გამოდის, ხომ ასეა? კი, თუ შენი შემოსავლის 100% ხარჯავს სურსათზე და ბოლო წლებია სურსათზე ინფლაცია დაახლოებით ორჯერ მაღალია უფრო ვიდრე საშუალო ინფლაცია, კი შენ გაინტერესებს სურსათის ფასების და მეორე რა არის იცი კიდე რაც ბევრი ახლა რა არის გამოწვევა ეს პროპაგანდის მანქანები რა ძალიან აქტიურად იყენებენ რესურსებს ახლა მაგალითად ინფლაცია როგორი არსებობს არის წინა თვესთან შედარებით წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით და ბოლო 12 წლის საშუალო ახლა რომელსაც გინდა ავიღებ და ვიტყვი დავარქმევ ამას ინფლაციას მაგრამ ეს არის სხვადასხვა ეკონომიკური განათლება აი კარგი იყო რომ კარგი იქნება რომ სკოლებში კიდე უფრო აქტიურად შევიდეს რა ნუ აი ნუ უნდა კარგად გვესმოდეს რა რომ როდესაც აი თავარი რაც მინდა მსმენელს და მაყურებელს უნდა როცა ინფლაციას უხსენებენ მნიშვნელოვანი მინიმუმ ეს 5 ძირითადი ჯგუფი ინფლაციის ესმოდეს რომ სხვადასხვა რამეს ნიშნავს 5 ვიღაცა გეტყვის რომ ინფლაცია მაგალითად ბოლო თვეში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 0.4%. მართლა ესე იყო სტატისტიკის სამსახურის მიხედვით. ეხლა იქ სანდოობის კითხვები კი არის, მაგრამ მართლა სტატისტიკის. მეც айтყოს ფასები მცირდება. მაგრამ მცირდება წინა თვესთან შედარებით, მაგრამ თუ შეადარებ 12 თვეს პერიოდს, ხო 5.5% არის გაზრდილი. გასაგებია. კარგი, ერთი მოკლე კითხვა და მოკლე პასუხი მინდა. უფასო ფული არსებობს? უფასო ფული. ხო, უფასო ფული. ხო, ეს ტერმინი არის ანუ რა არის, იცით? კაი კითხვა რა, იმიტომ რომ ეს აი მაგალითად ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი თემა ეს უფასო განათლება, ხო? და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე ესე ვიტყოდი რა, არ არსებობს უფასო სერვისი ან პროდუქტი თუ ამას სახელმწიფო გაწვდის. იმიტომ რომ კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ რომ სახელმწიფოს შემოსავლების უდიდესი ნაწილი შეიძლება 80%-ზე მეტი არის საგადასახადო შემოსავლები და ამ საგადასახადო შემოსავლების უდიდეს ნაწილს ვიხდით მოქალაქეები. ანუ მაგალითად ჩემი შვილი თუ სწავლობს უფასო ფაკულტეტზე და ითვლება რომ უფასოდ იღებს განათლებას, იმ ფულს, რასაც უხდის უნივერსიტეტი ანუ გასწორებთ სახელმწიფო ბიუჯეტი უნივერსიტეტს შეიძლება მე ბევრად მეტი მაქვს გადახდილი ბიუჯეტში ჩემი გადასახადები ვიდრე ის თანხა რასაც უხდის ჩემი შვილის განათლებაში სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს ერთად რა შეეხება ამიტომაც ამ უფასოს მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან კრიტიკულები რა იმიტომ რომ იგივე უფასო, ხლა შეხვდით ამ ტერმინს. უფასო ფული ეს არის ბლეფი. რატო არის ბლეფს რას გულისხმობ? რა, ფინანსებსაც ვასწავლი რა მე და თავარი ცნება ფინანსებში არის რომ ფულს აქვს ღირებულება დროში. ანუ ფულს აქვს ღირებულება. ანუ რატომ არ უნდა დავდო მე ბალიშის ქვეშ ჩემი დანაზოგი? რატო? იმიტომ რომ ეს არის დაკარგული შესაძლებლობა რადგან მე ეს ფული შემეძლო მიმეტანა უმარტივესი მაგალითი რომ მივიღო ბანკში გამეხსნა ანაბარი და მიმეღო სარგებელი. შესაბამისად ვიღაცა რო გეუბნება ან კპირდება უფასო ფულს და განსაკუთრებით ეს ადამიანი ითვლება რომ არის ბიზნესმენი და არის მდიდარი. ხო ის დემაგოგობს. ეს არის დემაგოგია, რადგანაც არავინ არ მოგცემს უფასოდ ფულს, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ინვესტირების და ფულის განკარგვის პირველ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომ ფულით უნდა გააკეთო ფული და შესაბამისად უფასო ფული რას ნიშნავს, რომ მე
მაგდა შენ მოგეცი პირობითად 10,000 ლარი და გითხარი რომ როცა გინდა დამიბრუნე. აი ეს არის თავისი სიტყვის ტერმინოლოგიით უფასო ფული. მაგრამ ყოველი წელი რა წელით შენ მე არ მიბრუნებ. ამ 10,000 ლარს მაგალითი რომ მოვიყვანოთ. მე ეს თანხა შემედო, დამედო ანგარიშზე და გაგახადა ფასიანი ფული, ხო? 10,000 ლარით გამომემუშავებინა სარგებელი სახით 1,000 ლარი და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე თუ შენ 10,000 ლარი მოგეცი უფასოდ, სხვანაირად რომ ვთქვა, მე გაჩუქე შენ 1,000 ლარი ერთ წელიწადში. და შესაბამისად, როდესაც ვიღაცა გპირდება უფასო ფულს, ესე იგი გპირდება ფულის ჩუქებას და ვინც გპირდება თავისი ფულის ჩუქებას. ეს არის არა უფასო ფული, ეს არის ან ქველმოქმედება, ან საჩუქარი, მაშინ ამას არ გქვა უფასო ფული, მაგრამ დარქა საჩუქარი. და როდესაც ვიღაცა გპირდება სახელმწიფოს გან შენ უფასო ფულს, ის ამბობს რომ ყველას მე დანარჩენს ჯიბიდან რო ვაცვლი გადასახადებს, მე ამ გადასახადების რომელიც ამოვაცალნი სხვა ადამიანებს. შენ გჩუქნი უფასო ფული, ანუ მაგალითად უპროცენტოდ სესხს გადლევას საერთოდ გჩუქნი, ოღონდ ეს არის ანუ დემაგოგიაზე უარესია, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ხვის ჯიბიდან ამოცლილ ფულს შენ გჩუქნი ჩემი პირადი ინტერესების გასატარებლად და ეს უკვე დემაგოგია. ეს მოსყიდვა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გოგა მობრძანებისთვის. აი სუპერ საინტერესო იყო, სწორად დაგეგმეთ რომ შემდგომ გომის სესიები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ვერ ამოვწურეთ ყველაფერი. მართლა ძალიან საინტერესო სესია იყო ჩემთვის როგორც იურისტისთვის, ეკონომისტის მოსმენა. ძალიან მოკლედ შევაჯამებ, როგორც გოგა გვეუბნება, ოჯახის ეკონომიკასა და სახელმწიფო ეკონომიკას შორის კი ბატონო არის კავშირი, მაგრამ არა პირდაპირი, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ოჯახმა დაზოგოს ფული და ეს კარგი იყოს და სასარგებლო ოჯახისთვის, ხოლო სახელმწიფოსთვის პირიქით ზიანის მომტანი. ასევე მან გვითხრა რომ დიახ ჩვენ ვართ მუშიპლს შემოქმედნი, ჩვენ როდესაც პროდუქტს ვქმნით, არ სერვისებს ვქმნით, რასაც ვქმნით, მთელი ეს რესურსი რაც შევქმნით წლის მანძილზე, ეს არის მუშიპლ მთლიანი შიდა პროდუქტი. ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ უფასო ფული არ არსებობს, ყველა ფული ფასიანია. მან ისაუბრა ინფლაციაზეც, ფასების ერთიანი დონის ზრდაზე, თუმცა ასევე გაამახვილა ყურადღება, რომ გააჩნია რა არის შენი სამომხმარებლო კალათა, შესაძლებელია მხოლოდ პროდუქტს ყიდულობდა და უფრო მეტად იგრძნო ინფლაცია, ვიდრე ის ხალხი გრძნობს, ვინც თქვათ მოგზაურობს, ტანსაცმელს ყიდულობს, მსხვილ ტექნიკას ყიდულობს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, ვინც მოგვისმენთ, გამოიწერეთ აუცილებლად არხი და ლაიქეთ, თქვენ 2 წამი დაგჭირდებათ ამაში, მაგრამ ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით. დიდი მადლობა.